ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში ადგილობრივებმა მცხოვრებლებმა ახალშობილი სადარბაზოში იპოვეს, როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, ბავშვი პარკში გახვეული საკუთარი ბინის კართან ნახა და ის ცოცხალი იყო. ექიმების ინფორმაციით ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. საღამოს 10 საათი იქნებოდა დაახლოებით, კარებზე ზარი იყო და რო გავედი კარებთან, მეზობლის საუბარი გავიგონი სადარბაზოში. არ არის კატა, მგონი ბავშვი უნდა იყოსო. გავაღე უცებ კარები რა ხდება მეთქი და აგერო რაღაცა ცელოფნითო, გავწიე ცელოფანი და შევხედე პატარა ბავშვი ცელოფანში და შიგნით ადიელაში გახვეული იყო, ჩემ გარებთან დასმული. ბიჭი იყო, თვალებში ჩაქცევები ჰქონდა. ბავშვის მდგომარეობა ჩანს, რომ ბავშვი არის დღეს დაბადებული, იმიტომ რომ ჭიპლარი არ იყო მომარდნილი. ჩვენს მიერ იქნა ჭიპლარი გადაკვანძული. ბავშვის მდგომარეობა ცოტა ტემპერატურა ჰქონდა დაბალი, სხვა მხრივ ყველანაირად არის ბავშვი ჯანმრთელი.